დღეს დაიკითხა ლევანი, რომელმაც გამომძიებელი, რომელმაც შეადგინა ვიდეო დათვალიერების ოქმი. მოწმენ თქვა, რომ საათობით ვიდეოებს უყურა. ერთი ვიდეო მაინც რო ეპოვა, როგორ ხდება რომელიმე პირისპირ ნასროლი ან მოქნეული საგანი პოლიციელს, ან ზიანდება რომელიმე ქონება, როგორ ფიქრობთ არ წარმოადგენდა? ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პოლიციელმა საათობით დაათვალიერა ვიდეო და მან არ წარმოადგინა თუ ვის აზიანებს და როგორ აზიანებს კონკრეტული პირი ან კონკრეტული პირები წარმოდგენილ ბრალდებაში. არ წარმოადგინა ეს საქმეზე, ეს იმას ნიშნავს პირდაპირ გეუბნებით, რომ არ არსებობს. სინამდვილეში ეს არ მომხდარა. როცა ეს ადამიანები იღებდნენ მტკიცებულებას, მათ თავადვე განმარტეს, რომ ძალიან ბევრი დიდი მოცულობის ვიდეო მასალა არსებობდა, საიდანაც თვითონ მიიღეს გაურკვეველი კრიტერიუმებით გადაწყვეტილება ამოიჭრათ 4-წამიანი ვიდეოები. ეხლა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს 4-წამიანი ვიდეოები არ იფიქროთ, რომ შემთხვევითია, რამდენიმე საათიანი, კერძოდ აქ იყო 5 საათზე საუბარი, 5 საათიანი დათვალიერების და 5 საათი ვიდეოების შემოწმების შემდეგ მათ 4-წამიანი ვიდეო მასალაც კი ვერ იპოვეს, სადაც პოლიციელი ან არ აგინებს, ან ვინმეს არ ემუქრება, ან ვინმეს ქვას არ ესვრის. და მოუწიათ ესეთი სასაცილო და კარიკატურული ვიდეოების დაჭრა, რომ 3-წამიანი და 4-წამიანი ვიდეოებია წარმოდგენილი როგორც მტკიცებულებების საქმეში. კონკრეტულად ირაკლი ქერაშვილის შემთხვევაში, რა შეგვიძლია ვთქვათ, ირაკლი ქერაშვილის შემთხვევაში აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებული იქნა სწორედ ამ 4-წამიანი ვიდეოს ფარგლებში და საფუძველზე. ეს გამოკითხვის ოლქში აღწერილი თანმიმდევრობა, რომ თითქოს ირაკლი ქერაშვილი ისროდა პოლიციას ვინმე რაიმეს და რაიმე საგანს ან რაიმე დაზიანების ცდილობა ჰქონდა, ფაქტია, რომ არ არის ვიდეოს ნაწილი. შესაბამისად, ამ ამადა უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, როგორც იურიდიული და ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ირაკლი ქერაშვილი მთელი ამ დროის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფება ვიდეოს არასწორად აღწერის მიზეზით და საფუძვლით. რაც შეეხება სახელდაგვარებით დასახელებას, მან აღნიშნა სავარაუდო სიტყვა. სავარაუდოდ ეს პირები იყვნენ. თუმცა არ უსაუბრია ყველაზე მთავარზე, სად არის ორგანიზება 4-წამიან ვიდეოში. მათ არა მხოლოდ ფაქტი უნდა დაადასტურა, რომ ეს ადამიანები იქ იყვნენ, არამედ ის, რომ მათ ჰქონდათ ორგანიზებული ჯგუფი. და ისინი მონაწილეობდნენ მასში. თორე ეგრე ძალიან ბევრი მოქალაქე იყო და ძალიან ბევრი მოქალაქე გამოხატავდა ბრაზს იმ კონკრეტულ ადგილას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობას ჰქონდა ადგილი ან ვინმე მასში მონაწილეობდა. ეს არის ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება. სხვა ყველა დანარჩენი არის აქცესორული, დამატებითი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საბოლოო ჯამში არის ორგანიზებულობის საკითხი. ამიტომ გეთანხმებით, რომ ესეც დარღვევაა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი დარღვევაა, რომ მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და პატიმრობაში იმყოფებიან ეს ადამიანები.